ევროკავშირმა ღაზაში დასავლეთ სანაპიროსა და იერუსალიმში პალესტინელების მხარდასაჭერად 1,6 მილიონი ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა. 2 წლის განმავლობაში გამოყოფილი თანხის 1/3-ზე მეტი პალესტინის ხელისუფლებას გადაეცემა და ის უნდა მოხმარდეს ფინანსური მდგრადობის, დემოკრატიული მმართველობისა და კერძო სექტორის განვითარებას. ჩვენი პროგრამა მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს პალესტინელ ხალხს მდგრადი მომავლის მშენებლობაში. ეს ეხება მმართველობის შესაძლებლობების განვითარებასა და ეკონომიკის აღდგენას, ასევე კერძო სექტორის მდგრადობის გაძლიერებას. ევროკავშირმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია გააფართოვა. ისრაელმა სამხედროებმა ქალაქ ღაზაში ერთ-ერთ საავადმყოფოზე მიიტანეს იერიში, რის გამოც შენობიდან პაციენტების ევაკუაცია გახდა საჭირო. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ 48 საათის განმავლობაში 90-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს იერიში, მათ შორის სარდლობის ცენტრებზე, გვირაბებსა და შეიარაღებაზე.